გურჯაანის ტექნოპარკში ახალგაზრდული საბჭოს მოწვევით ადამიანური რესურსების ბიზნეს პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნატო კვაჭანტირაძე იმყოფებოდა. საბჭოს ხელმძღვანელის ვაჟა ბენაშვილის ინფორმაციით, ცნობილმა მენტორმა ერთდღიანი სემინარი გამართა, რომლის მიზანიც აბიტურიენტებისთვის პროფესიული არჩევანის მიღებაში დახმარება იყო. ჩვენი შეხვედრა ემსახურება, რომ მე-11 და მე-12 კლასელებს, ასევე აბიტურიენტებს მივცეთ ძალიან კარგი გაგება იმის, თუ როგორ უნდა მოახდინონ თავიანთი სურვილების, ნიჭისა და უნარების ტრანსფორმაცია მომავალ პროფესიაში. ძირითადად აქცენტს აკეთებს მათ სურვილებზე, უნარებზე და შესაძლებლობაზე, რომ აირჩიონ ზუსტად ის პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება მოემსახურებიან, იქნებიან წარმატებულნი თავიანთ კარიერაში და გამოიმუშავებენ, რაც მნიშვნელოვანია, კარგად და სარფიანად. მსგავსი შეხვედრები, მსგავსი გამოცდილებების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერი ახალგაზრდისთვის. არ აქვს მნიშვნელობა მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს თუ არა საკუთარი შეხედულება მომავალ პროფესიასთან მიმართებაში. მსგავსი შეხვედრები ეხმარება მათ უფრო ზუსტად და სწორად დაუკვირდნენ, ჩაუღმავდნენ საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს, საკუთარ სურვილებს და მიიღონ უფრო სწორი გადაწყვეტილება, რომ თავიდანვე სწორად არჩიონ თავისი მომავალი კარიერა, დაგეგმონ სწორად და უფრო მეტ შედეგს მიაღწიონ ცხოვრებაში. ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ეხმარება ჯერ ერთი კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, შემდგომ უკვე ჩვენი მომავალი არჩევნების კარგად გადახარშვაში და გაანალიზებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი თავის აღმოჩენაში. შესაბამისად ვფიქრობ, რომ პირველ რიგში აუცილებელია პროფესიული განხრით გქონდეს ასეთი შეხვედრები და საკომუნიკაციო მხრივაც თუ გვექნება, ჩვენთვის იქნება ძალიან კარგი.